ისევ ემიგრანტებს რომ დაუბრუნდეთ. ქოცებისთვის ემიგრანტები აღარ არიან საქართველოს მოქალაქეები. მაგრამ ქოცებშიც აღმოჩნდნენ გულწრფელი სპიკერები. აი, იაკობაშვილი მაგალითად. მე რომ მოკვდება საელჩოს მიადგებიან რა და საქართველოს ბიუჯეტის ფულით აქ უნდა ჩამოასვენონ და დედისტრაკი. არც დავით მათიკაშვილის ეკონომიკურმა გამჭრიახობამ დააკლო ამ განაცხადს. ემიგრანტების გამოგზავნილი მილიარდები ბიუჯეტში კი არ შედის, არამედ კონკრეტულ ოჯახებში. ამბობს დათო მათიკაშვილი. ეს არის ძალიან დიდი, ძალიან მნიშვნელოვანი თანხა, მაგრამ ეს უნდა გავიაზროთ, ხო, ეს ფული ბიუჯეტში ხო არ ჩარიცხოდა, ეს ფული ჩაირიცხა კონკრეტულ ადამიანებს, კონკრეტულ იმ მოქალაქეებს, ვისი ოჯახის წევრებიც იმყოფებიან უცხოეთში და დავით, შენი აზრით, ეგ ოჯახები იმ ფულით რა შვებიან? ბალიშის ქვეშ დებენ? თუ მაღაზიაში პურს რომ ყიდულობენ სალაროსთან ეუბნებიან, ეს ემიგრანტის ფულია და დეგეგი არ დამითვალოთ. ჯერ ერთი გადასახადების და ეკონომიკის საბაზისო წესებს თავი რომ დავანებოთ, მორალურ პრინციპებსაც რომ გადავაბიჯოთ, პირდაპირ გეტყვით, რას ამბობს მათიკაშვილი. ანუ რა პონტია ვერ გავიგეო, თქვენს ოჯახებს უგზავნიდეთ მილიარდობით ფულს და მე აქედან არაფერი მრჩებაო. აი ამას ამბობს მათიკაშვილი. არ ვიცი ამას რა დავარქო. გვარს ქვემოთ, ფსკერს ქვემოთ დაშვება. მოკლედ, საბოლოო ჯამში ქოცური ფორმულა ასეთია. ემიგრანტი მათთვის არის ბანკომატი. ბანკომატს კი ხმის უფლება არ აქვს. ბანკომატმა მხოლოდ ფული უნდა გასცეს და ჩუმად იდგეს კუთხეში. მე გაგახსენებთ ამ ვიდეოს, რომელიც ბევრჯერ გვიჩვენებია, მაგრამ დღეს ალბათ ყველაზე მეტადაა რელევანტური. ჩემს გარშემო რაც ხდება, აი სამეზო, აი აშკარად ვიზუმ თუ ძალიან ბევრი არის უკვე წასულია. იან და ბერმა დაკარგა იმედი და ძალიან კარგი იქნება თუ ეს ხალხი წავა საერთოდ აქედან. დედისტრაკი. აი ეს არის ქოცური საქართველო 2025 წელს. ვინც საზღვარგარეთ მუშაობს და ოჯახს არჩენს, de facto აღარაა მოქალაქე. ვინც დარჩა, ზედმეტია და ეგენიც უნდა წავიდნენ. ძალიან კარგი იქნება თუ ეს ხალხი წავა საერთოდ აქედან. სამაგიეროდ გვაქვს ამ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა არის არა ეკონომიკა, არამედ წმენდა. ეს არის ცინიკური, ცივი გათვლა. მისთვის ეს ხალხი, ეს ოქროს ფონდი არის საფრთხე. რატომ? იმიტომ რომ ვინც დოვლადს ქმნის, ის ითხოვს ანგარიშ ვალდებულებას. ვინც დამოუკიდებელია, მას ვერ იყიდი კარტოფილი. ამიტომ ოცნება მიიღო გადაწყვეტილება. გაუშვი და გააუცხოვე. მათ ეს ხალხი, ვინც პირდაპირ გაგებით სამშობლოს სუნთქვის საშუალებას აძლევს, გამოაცხადეს უცხოება. გინდა ხმამისი, ჩამო. ეუბნებიან ისინი. სინამდვილეში კი ამბობენ, ფული გამოგზავნე და ხმა ჩაიწვიდე. შენი ადგილი აქ არ არის. შენი ადგილი ბანკომატთანაა.